აწარმოეს საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა ხდება. 8 კომპანია 13 ემისია და 450 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აწარმოეს საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას განაგრძობს. სააგენტო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას თავის თავზე იღებს. პროექტი ბიზნესისთვის მომგებიანია. ობლიგაციების განთავსებისას ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესისთვის დიდი შეღავათია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კომპანიებისთვის, ვინც ფაქტიურად ამ ობლიგაციების განთავსებას ეხლა იწყებს და ამ პროგრამის აზრი ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ამას, იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მიმდინარე წლის ივლისის თვეში წარმატებით განახორციელეთ ობლიგაციების სადებიუტო განთავსება 8.500.000 ევროს და 30 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს ჩვენთვის არ იყო მხოლოდ ფინანსური ოპერაცია, ეს იყო გარკვეულწილად სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების თვალში ჩვენი საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყო. დაფინანსებულ ემისიებში უძრავი ქონების სექტორი და საფინანსო საქმიანობის სფეროები ჭარბობს. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. ფასიანი ქაღალდების გამოშვება ასოცირებული არის ბევრ წინაპირობასთან, რომელსაც ნელ-ნელა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ქართული კომპანია აკმაყოფილებს. სწორედ ეს იყო მიზანი სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში აწარმოეს საქართველოს პროგრამით ჩვენი cashback-ის ეგრეთ წოდებული თანხის უკან დაბრუნების სტიმულირების მექანიზმით მიგვეცა სიგნალი ბიზნესებისთვის, რომ მათ ეფიქრათ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებზე, არა მხოლოდ ცესხზე, არამედ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე ძალიან ბევრი ესეთი ბონდი გამოიშვა. ბიზნესში თანხის მოზიდვა, ბანკებზე დამოკიდებულების შემცირება, ფულის დაბალ პროცენტში მოზიდვის შანსი. ეს ობლიგაციების განთავსების სარგებელია. სახელმწიფო ადგილობრივი კომპანიების ზრდას მომავალშიც დაეხმარება. ერთის მხრივ ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რასაც სამინისტრო და აწარმოეს საქართველოში სააგენტო წარმატებულად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც სწორედ გულისხმობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების დანერგვას ბაზარზე და ამ პროგრამის მიზანია სწორედ ამ შემთხვევაში სავალო ფასიანი ქაღალდების, ეგრეთ წოდებული ბონდების გამოშვების ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. შედგენილი გეგმის მიხედვით 2028 წლამდე 100-მდე ემისიის მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი, რითიც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსების მობილიზება მოხდება.